ეხლა წარმოიდგინეთ, რა უნდა ვთქვათ ჩვენ 21 საუკუნეში რა მდგომარეობა გვაქვს ჩაცმასთან დაკავშირებით და ზნეობასთან დაკავშირებით. რა მდგომარეობაში იმყოფებიან დღეს მამაკაცებიც და დედაკაცებიც. მამაკაცები ქალებს ეჯიბრებიან ელასტიკების ჩაცმაში და ქალები კიდე მეძავებს ასრებენ უხამსი და ვულგარული ჩაცმულობით. წარმოიდგინეთ, ქმარი მიდის, გვერდზე მოყვება შიშველი ცოლი და ქმარს მოწონს. როდესაც ყბა დაღებული გამლელები აკვირდებიან მის ცოლს და თავიანთ გულებში მრუშობენ და ეს უხარია ქმარს. ადრე პატიოსანი ქალისგან განსხვავებით იცვამდა მეძავი, რომ გამორჩეული ყოფილიყო, რომ ყურადღება მიეპყრო და ეს ყოფილიყო ნიშანი, წვანე, შუქი იმისათვის, რომ კაცები მას დაუფლებოდნენ. მაგრამ დღეს უკვე ოქროპირი მაშინ ამბობს და დღეს საერთოდ ვერ ვარჩევთ ვინ არის ქალიშვილი, ვინ არის გათხოვილი, ვინ არის გასათხოვარი, ვინ არის მეძავი. ვერ გაარჩევ ამას. თუმცა ჯერ კიდევ 20-25 წლის წინ ამას გაარჩევდი. ამდენად ღმერთმა შეგვაძლებინოს, რომ ქმრებს ევალებათ აღზარდონ თავიანთი ცოლები. აღზრდაში იგულისხმება, რა თქმა უნდა, ზნეობრივი მოწესრიგება. და ღმერთმა შეგვაძლებინოს, რომ მივემსგავსოთ მენელსაცხებლე დედებს თავიანთი მოშურნეობით, თავიანთი დუღარე რწმენით უფლისადმი და თავიანთი სიმამაცით. კაცებზე უფრო მეტი გულმოდგინება და სიმამაცე გამოიჩინეს მენელსაცხებლე დედებმა. მოციქულები გაიფანტნენ, შეშინებულები იყვნენ. მხოლოდ ერთი მოციქული იოანე ღვთისმეტყველი იდგა ჯვართან, დანარჩენები არავინ. 10 მოციქული იყო გაქცეული. მაგრამ დედები ბოლომდე იდგნენ. ასე რომ ყველა მოციქული მოწამეობრივად აღესულა, მხოლოდ ის ერთი მოციქული, რომელიც ჯვართან იდგა და მან თავი გასწირა, რადგანაც სიკვდილი იყო მოსალოდნელი, ვინც მასთან ერთად იმყოფებოდა. იმდენად დიდი რისხვა იყო იუდეველების მხრიდან. ამიტომ ის ერთადერთი მოციქული მხოლოდ გარდაიცვალა შვიდობით. დანარჩენები მოწამეობრივად აღესრულნენ. ჩვენი მოსახლეობის ღირსეული ნაწილი, მანდილოსნები, რომლების მთავარი დანიშნულება არის შვილთა სხმა და კეთილად აღზრდა, რითაც ცხონდება ქალი. ღმერთმა შეაძლებინოს, რომ კდემა მოსილებით, სიმორცხვის გრძნობით, დიდი რწმენით და თავდადებით ეშრომოთ და ეღვაწოთ თავიანთი სულების გადასარჩენად და ჩვენი სამშობლოს საკეთილდღეოდ. სამშობლო თვითონ ესეთი ცნება ყველაზე კარგად გამოთქვა ჩვენმა კათოლიკოს პატრიარქმა ილია მეორემ. თუ რა არის სამშობლო? და იგი ესე ამბობს, ძნელია გამოთქვა გრძნობა სამშობლოსადმი. თუ კი ვიტყვით, რომ გვიყვარს ჩვენი სამშობლო, ეს არაფრის მთქმელი ფრაზაა. ჩვენ სისხლხორციელი ნაწილი ვარ ჩვენი მამულისა და იგი არისო საუნჯე ჩვენი. რთულია გარჩევა ჩვენ ვცხოვრობთ მასში, თუ იგი მკვიდრობს ჩვენს გულში. სამშობლო ეს არის ენა ქართული. ეს არის სული ჩვენი დიდებული წინაპრებისა. ეს არის ათასობით
მოწამეთა, მეფეთა, პატრიარქთა, ღირსთა და ღმერთშემოსილთა მამათა. სამშობლო ეს არის ჩვენი კულტურა. სამშობლო ეს არის ჩვენი უთვალავი მონასტრები, ეკლესიები. ასევე ამბობს სამშობლო ეს არის ჩვენი წარსული, აწმყო და მომავალი, ჩვენი არქიტექტურა, ჩვენი წერლობა. სამშობლო ეს არის ჩვენი ხასიათი და აზროვნების წესი. აი წარმოიდგინეთ, რომ რა არის სამშობლო. სამშობლო ეს მხოლოდ ტერიტორია არ არის. ეს არის ყველაფერი. მთელი საუკუნეების განმავლობაში ნაღვაწი, ნაშრომი, ნატანჯი, აი ეს არის ჩვენი სამშობლო. აი ამ სამშობლოს გულისათვის ადამიანები, დედაკაცები შვილებს ზრდიდნენ იმისათვის, რომ დაეცვათ აი ეს საუნჯე, ჩვენი სამშობლო. ამისათვის წირავდნენ, ამისათვის ომში უშვებდნენ და არა ნაღვლიანად, არამედ სიხარულით. და ჩვენ მრავალი მაგალითი ვიცით, რომ როდესაც მაგალითად მეფე მივიდა ერთ-ერთ ოჯახში, სვიმონ მეფეზეა საუბარი. და უთხრეს მას მეფე გარდაიცვალაო. ჯობდა ჩემი ქმარი არ დაბრუნებულიყო ომიდან, ვიდრე მეფე გარდაცვლილიყო. აი ესეთი დიდი სიყვარული გააჩნდათ მათ სამშობლოსი და იერარქიისადმი. ღმერთმა გააძლიეროს დედაკაცები და ის პირვანდელი ვალდებულება, დანიშნულება რაც არის, ამისთვის ეშრომოთ და ეღვაწოთ. დაგლოცოთ ღმერთმა, გაგურთყოთ და გილოცავთ დღევანდელ დღეს.